კოსმოსში საზღვრები არ არის. ასტრონავტები თავისუფლად გადაადგიდებიან ერთი მოდულიდან მეორეში. 400 ტონიანი სადგურის გამართული მუშაობისთვის საჭიროა დიდი ძალი ენერგია, რასაც ის მზის ბატარეების მეშვეობით იღებს. მისი მზის პანელები ყოველ 45 წუთში, ანუ დღის მონაკვეთის განმავლობაში იტანება და მომდევნო 45 წუთი, ანუ დღე-ღამის განმავლობაში იყენებენ. კოსმოსური სადგურის მზის ბატარეების საერთო ფართობი დაახლოებით 7 კალათბურთის მოედნის ხელაა. დღის განმავლობაში ისინი მზის ცხივების შესაბამისად ტრიალდება. პირველად სადგურზე ასტრონავტები 2000 წლის 31 ოქტომბერს ყაზახეთიდან გაეშვნენ. ეკიპაჟის შემადგენლობაში ამერიკელი ბილ შეფარდი, რუსის სერგეი კრიკალევი და იური გიზენკო შედიოდნენ. შეფარდის თქმით, იმ დროისათვის სადგურზე არსებული აღჭურვილობა ძალიან პრიმიტიული იყო. თითოეული დღე-ღამე გამოწვევას წარმოადგენდა, აცხადებს ის. მას შემდეგ კოსმოსური სადგური ძალიან კომპლექსურ ორგანიზმად გადაიქცა, რომელიც ახლა 108 მეტრის სიგრძის სტადიონის ზომისაა. პირველი, რაც ეკიპაჟის წევრებმა სადგურზე ჩასვლის დროს გააკეთეს, სინათლის ჩართვა იყო. შემდეგ მათ წყალი გაათბეს და ტუალეტი გააქტიურეს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ახალ სახლს ალფა უწოდა, თუმცა ეს სახელი სადგურს არ შემორჩენია. კოსმოსურ სადგურზე არსებული მოდულებიდან ერთ-ერთი უმთავრესია რუსული ზვეზდა. მასში განლაგებულია ადამიანის არსებობისათვის საჭირო მიკროინფრასტრუქტურა, სამზარეულო, საძინებლები, სპორტული ინვენტარი და ასე შემდეგ. და მთელი კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექციასთან დაკავშირებული სისტემები. კოსმოსური სადგური ვაკუუმში მუშაობს, თუმცა ეს აბსოლუტური ვაკუუმი მაინც არ არის. მასში არსებული ჰაერის მოლეკულების გამო და იმავდროულად დედამიწის მიზიდულობის ზალის გამო სადგურის ორბიტა ქვემოთ იწევს და სწორედ ამისთვის არის საჭირო დროდადრო მისი ორბიტის კორექტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა მოხდება. კოსმოსურ სადგურზე განლაგებული ყველა მოდული ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ავარიული სიტუაციისას ასტრონავტებს შეუძლიათ მისი დანარჩენებისგან იზოლირება. დღევანდელი კოსმოსური სადგური არის არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შედევრი, არამედ ადამიანისთვის სახლი კოსმოსში. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.